ზედმეტი 13 ლარი გააქვს დღეში? ნუ ეს ექვივალენტი ინდონეზიურ რუპიაშია, ქართული ლარი არ მქონდა ბოდიში. დღეში 13 ლარს თავისუფლად თითქმის ყოველდღე ვხარჯავთ ჩვეულებრივ ყავაში ან სუპერმარკეტში რაღაც აიმუნებაზე, რომელიც საერთოდ არ გჭირდებოდა. მით უმეტეს თუ ბიზნესი გაქვს, მინიმუმამდენი არ უნდა ჩაინვესტირო შენს ბიზნესშიც? ეს არის ბრენდინულიდან დღე 27-და, ამ ეტაპზე 10420 გამომწერი. როგორც წესი, ბიზნესების ორ კატეგორიას ვხვდები. პირველი იყენებს მხოლოდ ფასიან რეკლამას, მეორე იყენებს მხოლოდ უფასო, ანუ ორგანულ მეთოდებს. ჩემი აზრით, ეს ორივე რადიკალიზმია და ორივე ადამიანი ძალიან დიდ პოტენციალს არ იყენებს, რომელსაც უბრალოდ მაგიდაზე ტოვებს. ჩათვალე, რომ ნავშიზე ხარ და ეს ორი ნიჩაბია. მხოლოდ ერთს თუ მოусვამ, ერთ წრეზე იტრიალებ, მხოლოდ მეორეს თუ მოусვამ, მეორე წრეზე. თან, მხოლოდ ერთს თუ იყენებ, მიცურავ ბევრად ნელა. გააჩნია შენი ამბიციები როგორია, ამიტომ არჩევანი შენზეა. მე გამოვიყენებდი ორივეს ერთად, რადგან ორივეს აქვს თავისი უპირატესობები და ასევე სუსტი მხარე და ერთმანეთს აბალანსებენ. ფასიანი რეკლამა აბალანსებს ალგორითმის არასტაბილურობას და ახანგრძლივებს ვიდეოების მუშაობის ისედაც მოკლე ვადას. ხოლო ფასიანი რეკლამა ასევე არ არის ჯადოსნური ჯოხი, ის მხოლოდ აძლიერებს იმ შედეგს, რაც უკვე იდება. ამიტომ რეკლამა გააძლიერებს ან წარმატებას, ან წარუმატებლობას. თუ ამ ეტაპის შენი ვიდეოები უკვე დატესტილი და წარმატებული, ანუ სანდოა, მაშინ წარმოედგინე, რომ შენი პოვე ბანკომატი, რომელშიც მაგალითად 1 ლარს თუ დახარჯავ, 2 ლარს აგიბრუნებს უკან. რას გააკეთებდი ასეთი ბანკომატი რო გეპოვა? რაც თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტის დახარჯვას დაიწყებდი. გარდა გამყიდველი კამპანიისა, სადაც ბევრად უფრო მეტს ვხარჯავთ, მინიმუმ 13 ლარი დღეში ყოველთვის გვაქვს იმისთვის, რომ უბრალოდ ჩვენი ძველი ვიდეოები ვაცოცხლოთ. თუ გინდა უყურო ამ ვიდეოებს სწორი თანმიმდევრობით და არ გამოგრჩეს შემდეგი სერია, მომწერა პირადში სიტყვა ნულიდან.